კულტურული, სპორტული, კულინარიული ღონისძიებები და კონცერტები დედაქალაქი თბილისობისთვის ემზადება 15-16 ოქტომბერს 37 თბილისობაზე მოქალაქეებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ. განსხვავებული ღონისძიებებისთვის წელს რამდენიმე ახალი ადგილით შეირჩა. როგორ მიმდინარეობს მზადება სახალხო დღესასწაულისთვის და რა ღონისძიებებს მოიცავს თბილისობა 2016. ნათია ხარტიშვილი გიამბობთ. ეს ტერიტორია დაეთმობა გალა კონცერტს, რომელიც 16-ში დამაგვირგვინებელი იქნება და არის ღამის 9 საათზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ასევე დაგვემატა ახალი ლოკაცია ლეხვთახევში, რომელიც არის აბანოთუბანში. რიგით 37 თბილისობის დღესასწაულისთვის მზადება დედაქალაქში რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. ძირითადი ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრი ამჯერადაც ევროპის მოედანი იქნება და მიმდებარე ტერიტორია მასშტაბური და მრავალფეროვანი სანახაობებით დაიტვირთება. 2 დღის მანძილზე აქ მისულებს დახვდებათ არაერთი გამოფენა, ინსტალაცია, კონცერტი, ელექტრონული მუსიკა, ჰიპ-ჰოპ, ლაივი და ყველაფერი ის, რაც დღეს ძალიან აქტუალურია, ის, რაც თბილისისთვის და არა მხოლოდ თბილისისთვის, თანამედროვე მსოფლიოსთვის საინტერესოა და ახლა იქმნება. ახალი თბილისი და ლეხვთახევი ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულს წელს პირველად 2 ახალი ლოკაციაც შეემატება. განახლებული აღმაშენებლის გამზირი განსაკუთრებით ხელოვნების მოყვარულებს ეპატიჟება. მუსიკალურ და ლიტერატურულ წარმოდგენებთან ერთად ღვაბერიძე პოპიაშვილი Window Project ვიტრინების ინსტალაციებს წარმოადგენს. ნიუ-იორკში მოღვაწე უტა ბერქაიამ და ლევან მინდიაშვილმა ძველი კომერციული შენობების ვიტრინებისთვის ორიგინალური დიზაინი შექმნეს და რამდენიმე ხელოვანის შემოქმედება გააერთიანეს. ეს იყო შესანიშნავი ესეთი შესაძლებლობა, როდესაც ახალგაზრდა ხელოვანებს შევთავაზეთ და ეს კომერციული მიზნით, თქვათ, არსებულ ოფისებთან, არსებულ ბიზნესებთან თანამშრომლობა, როდესაც ხელოვანები აფორმებენ და ფენენ თავიანთ ნამუშევრებს. ნიუ-იორკში არის რამდენიმე მაღაზია, რომელიც, თქვათ, შოუბიზთვის ისეთ ფანჯრებს აწყობს, რომ ხალხი ფიზიკურად ჩამოდის სანახავად, ამისას ანუ ტურისტები ჩამოდიან, რომ ნახონ, იმიტომ რომ რაღაცა საოცარი სანახაობა მართლა და ეს ყველაფერი აკეთებს ქალაქს ქალაქად. წელს ორგანიზატორებმა განსაკუთრებული აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთეს. 15 და 16 ოქტომბერს ევროპის მოედანზე სპეციალურად პატარებისთვის გასართობი კუთხეები მოეწყობა. მუსიკის მოყვარულები კი სხვადასხვა ჟანრის მოსმენას ძველ თბილისსა და აღმაშენებელზე გამართულ კონცერტებზე მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ. გვინდოდა რომ ყოფილიყო უფრო თანამედროვე თბილისობა, რომელიც დაინტერესებდათ უფრო მეტად ახალგაზრდებს, ამიტომ 3 კომპონენტზე დავაფუძნეთ ეს ჩვენი კონცეფცია. ეს იყო თანამედროვე მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება და თანამედროვე ქართული სამზარეულო. ახალი პროექტის პრეზენტაციისთვის ემზადება მომღერალი გიო ხუციშვილი თავის ბენდთან ერთად. გიო პლუსი ასე ეწოდება პროექტს, რომელიც სპეციალურად თბილისობისთვის მომზადდა და მეტეხის ხიდთან მისულ მსმენელს ქართული ქალაქური სიმღერების ახალ ვერსიებს შესთავაზებს. ველოდები რომ მთელი თბილისი კარგი ამინდია გამოვა და მოისმენენ იმ სიმღერებს ახლებურად, რომელიც ყველას ძალიან უყვარს და ჩვენც გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქალაქის დღესასწაულში, იმიტომ რომ ეს ქალაქი ყველასია ჩვენია და ძალიან გვიყვარს და გვინდა რომ თბილისს და თბილისელებს იმ დღეს უმღეროთ და კარგი დრო გავატარებინოთ. შემოდგომის დღესასწაული ტრადიციულად საპატიო თბილისელებს ამჯერადაც გამოავლენს და დააჯილდოვებს. თბილისობა 2016 მეიდანზე ქართული შემსრულებლების მონაწილეობით გამართული გალა კონცერტით დასრულდება.